მოგიხსენებათ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება. თანხა იგივეა გამოყოფილი წირაზე 16,000 ლარი. მუნიციპალიტეტს შეგვიძლია თანამონაწილეობა 200%-ის ოდენობით, ანუ გასაგები რო იყოს 16,000 პლუს 32,000. გამოდის 48,000. ამ თანხით უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტი სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ის რომ გავაკეთოთ. იძლია თქვათ რა შეიძლება ამ თანხით რომ გავაკეთოთ. მე მაგეთი წინადადება, გამარჯობა ჯერ ხალხო. გამარჯობა. 2-3 წელი გზა გაგვიკეთეს ჩვენ. მობზანდა ნახეთ. რაც საპირფარეშვა ოჯახებში სულ მოდის ღიად. ეს ვისი ბრალია, ხალბატონ? არ ვიცი ვინც გააკეთა. თვითონი ვინ იყო 2-3 წელია შეფიცებიანად არქის გაკეთება და საუბრობთ ხა სახლიდან საპირფარეშო გამოდის ვერ დაუშვით ვერავის რო არ ვერ დაუშვით ენაო გააკეთო. ეს არის კეთილობა ჩვენი რომ ერთმანეთს დახურული კანაო გააკეთო. ხო შეიძლება. შეძრადო მოდის ასე შეიძლება. ამ თვითას გადავიღე და ჩამოვიდე. ზამთარში ვერ წავდივარ, ვერ ჩამოვიდე. თვითონ გააკეთეს. მაქსიმუმ არუთუნოვიჩ ეს უნდა გასულიყო კერძო ტერიტორიაზე ასეა ეს სანიაღვრე რაც უნდა გაკეთებინა ვერძე არ შეიძლება ის გაკეთება ადგილი არ არის შულით იყოს ყველაფერი გაკეთე. არო პროექტი როგორც იყო გაკეთებულია პროექტით. ა რატო ხმას არის ეხლა? ვილანძღებით ეხლა. აი რატო ვილანძღებით ხალხთან? რატო ხმას არ იღებ? სოფლის წვნებული შენახარ და მოვდივართ მერის მოადგილეა, საგრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და თქვენ ხმას არ იღებ. რომელიც ჩვენამდე უნდა მოვიდეს. თქვენ მასალი ბრძანდებით. ავიხარიოთ სანიაღვრე და გავაკეთოთ გავაკეთეთ შეგარიან ეს საკითხი დავაკეთოთ მე მივანა მოდი ხელამროს მოსაფლაო შემოღობა ხელი ამიწიეთ ვის უნდა რომ გაკეთდეს სასაფლაო შემოღობა ეს მანერუნ ზაბორე ვებუზეო შემი აი წიეთ მერე ხო. აიწიეთ ხელი რომ უნდა გადასულიყო. აიწიეთ ხელი ვის უნდა რომ საფლავი აგერეს. ბიჭებო ჩაერთეთ რა თქმა უნდა. არა ჩავით, დაგა კლასტერი არის. ეს არის რაც საკეთება ის ნახა დაიხარჯება მაგრამ სულაც უნდა იყოს კარგი. თქვენ მართალი ხართ. სასაფლაოები შემოღობა ერთი 60,000 80,000 დახარჯეთ. იბნიდი კედელი სტოლვერი სტადიონდა შინაცი კი ბატონო მაშინ სხვა რამე ავირჩიო ეხა 13 სასაფლაოები შემოღობა ეხა სხვა გზა უნდა გააკეთო აქედან დაბლა მე გუვარჩება იქით. მოდი მაგასაც კეჭირობა მეორე პრიორიტეტი რა გავაკეთოთ მეორე პრიორიტეტი შიდაგზე ეს გადაუცილებელი უნდა გააკეთოს. მეორე პრიორიტეტი გავიჩიოთ შიდაგზე მე ვიმშელო ეს გზა გავაკეთოთ თუ ორივე ერთად მაგაზე მე ვიმშელო ერთად თავარი შეიძლება ერთადაც გავაკეთოთ გაკეთება გააკეთე განიშნობა ისი იგი მეუბნება მანამდე გრეიდებს გამოგზავნით რომ გავახსოვოთ ხრეში დავარო Hars geldi pramı kuveres arık. Yeteme bana. Arık. ეხა გრეიდებს Zam geçek. აი ექსი სხვა გამოვიდა შემოწმული Garplakla kaneda. გაზაფხული ის შემოწმული როდის ენტეზეცი რა არის გენაცვალი ჩვენი სოფელში არავინ არის აქ სოფელი არის თუ არა როცა ეს არჩევნებია მოდიან სოფელში აბა ჩვენ ავშენეთ არა იმ დროს ეგ წავიდა არჩევნები არა მე არ ვიციან თუ სოფელი არის არ არის ეგეც ღმერთმა იცის ღმერთი იცის რომ აქ ჩვენ ცხოვრობთ მაინც სხვა არავინ არ თავრობიდან მოდიან არც
ეხლა იყვნენ მოსულები თქვენ რამე წინადადება გქონათ რამე შესთავაზეთ გაკეთება წო მე რომ ეუბნება ეგენი ხო ამბობენ მე არ აგეთებენ ეგ არის მარტო თვითონ ერთი არჩევნებში წავიდეს და შემორჩა ეგ არის მოდიან სოფელში ეუბნებან ასე შემოღობას მაგდენი თანხა ნამდვილად არ დაგჭირდება ოღონდ გააგეთონ ისე რომ თანის საქმე გამოვიდეს თან ესა ეგრე უნდა ქნან აი ეხლა გაგეთებული აქვს ერთი გზა მაგრამ არც არხი არის არც არაფერი სულ გაღინულია ვერც ავდივართ ვერც ჩამოვდივართ აქ სულ გაზი გაიყვანეს გზა დარღვეულია ასე არის მანქანა არ ჩადის არც ამოდის სიმართლე თუ გინდა სასაფლავო მან ჩვენები არიან სუღველა ვინც არის და საქონელი შედის ცხენები შედიან გამოუშვებენ ეხლა ვიღაცასთან გაშვება არის ჩვენთან არ არის ეგეთი რამე გააგეთონ ოღონდ როცა შეპირდებიან შარჟან იყვნენ მოსული ამ არხის თემაზე შეპირდეს რომ ვაგეთებთ ესა და ესა მაგრამ არაფერი არ გამოვიდა აჰა ერთი წელი გასულია და კიდე არიან მოსული პრიორიტეტად გადაწყდა ანუ სასაფლაოს შემოღობა მეორე პრიორიტეტა შიდა გზები მესამე პრიორიტეტი გარეგანათება მაგრამ აი როგორც შევხედე ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს გზის პრობლემა. კი ბატონო. ასევე გაიჟღერა იმან რომ ეს თანხარაც გამოყოფილი არის, არ არის იმდენი არ დასჭირდება შემოღობას. ეგ არც მე ვითლი მაგის სპეციალისტი ვარ, არც ის ხალხი, ეგ შესაბამისი უწყებები დაგითვლიან, ხო იცით როგორ ხდება მე მაგის მიხედვით უკვე წავა სამუშაოები. კი ბატონო აწუხებს. რა თქმა უნდა მეორე პრიორიტეტია და უნდა მოგვარდეს. ვერ გეტყვი. ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ შარშანაც გზები დავაგეთ, შარშანწინაც გზები ყოველწლიურად იგება. რა ვქნათ რომ ცუდი გზებია და ვაკეთებთ. ხო იცით ეხლა ერთბაშად ყველაფერს ვერ ვაკეთებ. რის საშუალებაც არის, მაინც იხარჯება ამ სოფლისთვის.